გზიდან გადავყავარ. მოხდა. გამარჯობა ხალხო, მე ვქვია ბექა, ეს არის ჩემი კომპანიის მანქანა. ვემზადები რეისის წასასვლელად და ცოტა ხანში დავიძრებით პენსილვანიიდან კენტაკისკენ. დავუშვი. მეგობრებო, ყველაფერი მზად მაქვს. ხოძე ვართ, დრო გაგვივიდა. იდეაში 3 წუთში გაგვდის. 45-ზე შეგვიძლია დავიძრათ. ეხლა არის პენსილვანიაში 3 საათი შუადღის. ახლობით ესე 5 საათი ვივლი, 5 საათის მერე გავჩერდები და იქიდან შემოგიერთდებით. 3 საათია მოვდივარ, ეხლა გავჩერდი, Starbucks დავინახე და დავითრევ. იმიტომ რომ მე Starbucks-ი აღარ შემხდება იქ. ვინც არის ის 27 წლის ვარ, მაქვს კონკრეტული გეგმა, ვაკეთებ ამ საქმეს, იმიტომ რომ ერთ-ერთ მაღალანას გაურებად სამუშაოდ ითვლება ამერიკაში და არის კიდევაც, არ არის ეხა პრესტიჟული და რაღაცა ისეთი სამუშაო, რაც არ ვიცი, სერიოზულ skills მოითხოვს, ჩემი აზრით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის კეთება, ვისაც ფიზიკურად შეუძლია სიტყვაზე ღამის გადათენება, ჯანმრთელობა უწყობს ხელს, ძალიან ბევრი ადამიანი შეძლებს ტრაქერობას. რაღაცა დროის მერე უკვე გადავინაცვლებ ცხოვრების სხვა ეტაპზე. მეგობრებო, თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო, თუ რაღაცა კითხვები გაქვთ, დამიწერეთ. აბსოლუტურად ყველა კითხვას გავცემ პასუხს. წავედი ახლა, დაგვრჩა 5 საათის გზა. ცოტა ხანში გავჩერდებით და იქიდან შემოგიერთდებით. დროებით. ეს მონაკვეთი რომ ეზიზღება, ორ რაღაცა კედელს შორის უნდა იარო, ამ ხელა მანქანით დაახლოებით 5 მაილი. აი, კატასტროფა. 42 მაილში გვაქვს ტორნადოს საშიშროება და იმედია გავივლი მაგ ადგილს მშვიდად, ისე რომ არაფერი მსგავსი არ გაიჩიტება. დილემის წინაშე ვარ ხალხო. ძალიან ძლიერი ქარია. ვერ დავკონკრეტდი რა ვქნა. 3 საათის გზაზე ვარ. აქვე გავჩერდე და დილით გავაგრძელო, ანუ 9-ზე უნდა მივიტანო ტვირთი. გზიდან გადავყავარ. მომენტებში ისე უპერავს, რომ ტრაექტორიას უცვლის. გადავდივარ გზიდან, გადავყავარ უბრალოდ. ვერ გავიგან 6-ზე დავეშვა და დავადელიվერო 9-ზე. აქვე დავიძინო სადმე თუ მივიდე. არ ვიცი, ალბათ მაინც გაურისკავ და გავაგრძელებ. დილამშვიდობის მეგობრებო, გაქენდა მეორე დილა.
ვიმყოფებით კენტაკიში, ჯერ დელივერი არ გამიკეთებია, შევიდეთ, ეხლა გავიკეთებ ყავას და გავაგრძელოთ, მივიტანოთ. გადავავსა ჰოლონდა. სიواسაშენად. სასწორზე საბუთებს შევიტანთ და ეგ არის. How you doing? So you're just gonna park over here on the left and wait. They'll be with you as soon as they can. Right here? Yeah. And where should I duck it? All the way down there? Because the last time I was here, I ducked I it don't over. know. It'll depend on who gets the dock available first. Thank you. აქ მარცხნივ სადმე გავაჩერე. ეხლა მომწერა დისპეჩერმა ტვირთი ამიღო კენტაკიდან ნიუ-ჯერსიმდე. დავაშვებით, სავარაუდოდ იქნება 1-12 საათის გზა ისევ გააჩნია ჯერსის რა ადგილზე იქნება რა. ამას დავადელივერებთ, წავალთ პიკაპზე, ავიღებთ და დავაშვებით. წავედით, ეხლა გაჩვენებთ შიგნით რა არის, კარვებს გავაღებ, გავამზადებ არა. ეს მოგვაქვს მთელი ტრაილერი. წავედით ეხლა და უნდა დაველოდოთ, რომ ვიღაცა მოგვაკითხოს. ვიღაცა გითხრან სად დავადელივეროთ. ეს რა უბედურება. ხელვარებაც. როგორც იქნა დაგცალეს. ეხლა ჩავალ ტრაილერის კარებებს დავკეტავ და გავაგრძელებთ გზას პიკაპისკენ. 56 წუთია აქედან პიკაპი.
ჩვენება მინდოდა ხალხო. გააჯვირა დისპეჩერო. ეს აპლიკაცია ვინც არ იცის, ტრაქერებს ძალიან გამოგადგება და არა მარტო ტრაქერებს. არ ვიცი საქართველოშიც მუშაობს თუ არა, მაგრამ ნუ ამერიკაში მუშაობს. ჩაწერ მის სამართ, სადაც მიდიხარ, ლინდენ, ნიუ-ჯერსი მაგალითად ჩემ შემთხვევაში, ლინდენ, ნიუ-ჯერსი. და აქედან ნიუ-ჯერსიმდე როგორი ამინდია გზაში გიწერს. timelines დააწვევი. ეხლა სადაც არის 0 გრადუსი და ღრუბლიანი, გზაში -1 ქარი, რაღაც მონაკვეთში 255 მაილში. თოვლი, წვიმა, თოვლი, წვიმა და რო ჩავალთ ნიუ-ჯერსიში ღამის 2 საათზე წერს 9 გრადუსს და წვიმას. Hello? Hello. Yes. Hi. This is Gabby in the warranty department. Can you guys stop calling me, please? I'm not interested in a warranty. Thank you. That's a scam. Thank you. არ მოტყნეს ტვინი ბიჭო. ყოველ დღე და დღეში 10-ჯერ შეიძლება ამ სკემით დამირეკო. ხო ხედავ რომ არ მყიდულობ ამ შენ გარანტიას. 411-ია, ლოგასი მომიშალეს ნერვები და შევეცი. აქაც აწერია 411 ნომერი. აწვევი confirms. Next. 14 და 75 ღირს ეს უნდა გადავიხადოთ. დავაწვევით და ეგ არის. 11500 არის. Steer Excel 12-ია მაქსიმუმი, Drive Excel 31480 არის, Trailer Excel 32360. ეს უნდა იყოს მაქსიმუმი დასაშვები არის 12000, ესენი არის 34 და 34. მაგრამ ვეტევით, ჯამი არის 75040 და 80-ია დასაშვები. ერთი სული მაგას 2 კვირა გავიდეს რომ ახალ მანქანაზე გადავჭდე და დავიწყო მუშაობა ახალ კომპანიაში და შევცხო ჩემ გემოზე მოვხოდო ახალი ტრაკი, იმიტომ რომ აქ არაფრის გაკეთების მუღამი არ მაქვს. თავიდანვე რომ დავჯექი ამ მანქანაზე იმდენად მოსახოდი იყო, რომ აღარაფერი, სურვილი არ მქონდა რომ რაღაცა გამეკეთებინა. ახალ საკაიფოდ მოვხოდო. ხალხო, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და ბევრი ძალიან მაგარი ვიდეო დაიდება, იმიტომ რომ ვაპირებ road trip-ებზე წასვლას ჩემი მანქანით, ვინც არ იცის, მე მყავს BMW M40i 2023 წლის. BMW სადლერო და მყავს ნაყიდი, უკვე რამდენი ხანი 1 წელი ხდება რაც ვიყიდე. გავლილი ქონდა 13000 რო წამოვიყვანე და ეხლა აქვს 23-მდე. მაგის ვიდეოებსაც შემოგთავაზებ. ანუ ხალხო, ეხლა ტორმოზებს ფეხი დავადგი და ეგ ინაღამა ტრაქში გაგვიქნია. იმის ძალიან დიდი ალბათობაც არის, რომ ვიღაცა შემოგვაფრინდეს. დაღმართია თან ეხა ამ მოყინულ გზაზე გათოვდა ყველაფერთან ერთად. მაგრამ კიდია, არსად არ მეჩქარება. ჩავა, ტვირთი თავის დროზე ჩავა, არ ჩავა და მაგის დედას მომწყვა, რომ მასავში ტრაილერი ყავს ჩახსნილი და რა მოხდა? რაღაცა მოხდა, გაუფუჭდა ტრაკი.